საქართველოს კარს ლეგიტიმური ხელისუფალი ერთადერთი ეს არის სალომე ზურაბიშვილი. დღეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება თქვა რომ არაფერი არ იცვლება ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად მომეცით პირობა მომეცით ახლავე პირობა რომ ყოველ დღე ქართველი ხალხი აქ იქნება ეთერში მომეცით ახლავე პირველ რიგში ბატონო ლაშა ამ ტონით ნუ საუბრობ არა საუბრობ იმ ტონით რატო ამ ტონით საუბარი ეს თუ ნორმალური გონია ეხლა ვინც მაყურებელი ჩვენ გვყვარს აი ამ ტონით ერთი წუთი ეს არ არის სწორედ ეს ლაშა არ გონია რომ ჩვენ თვითონაც მოგწოდდეს მაგრამ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია ძალიან მაგაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ნუ გვაკისრებ ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ გვაქვს ეთერში ყველაფერი რაც ხდება იმ ქუჩებში ლაშა ის დრო წავიდა როდესაც ტელევიზიებს ესე იღებდნენ და თითებს უქნევდნენ ის დრო რა ტელევიზიებს ვიღებ ჩემოვედი და სიტყვის თავისუფლებას ვითხოვ და სიმართლის თავისუფლებას აი ამ ტონით როდესაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან ის დრო წავიდა და თუ არ წავიდა უნდა წავიდეს ეს არის ფაქტი მე თქვენთან დაждობას არ ვაპირებ და თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ და დისკუსიას თქვენ უნდა გადადგეთ ვასილ მაგლაფერიძე უნდა გადადგეს ეს გვიმრაძე მოძალადე ყოველდღე მოვალთ აქ მანიფესტაციას და ყოველდღე მოვიწყობთ აქ ეთერს კი ბატონო მე აქ ვიმუშავე 8 წელი მე აქ ავიდგი ფეხი როგორ ჟურნალისტმა პირველად ჩემი პირველი ეთერი იყო პირველი არხი და მაშინ მართლა იყო თავისუფალი პირველი არხი და მაშინ მართლა როდის უკაცრავად როდის 2005 წელს ჩემი მხრიდან უხერხულია რაიმე შეფასების გაკეთება მაგრამ თავისუფალი ჩემ საკუთარ თავზე მე ჩემი გადმოსახედიდან იხსნა 3 წლის წინ საქართველოში გაიხსნა სქემა რომ წლების ათეულობით წლების განმავლობაში საქართველოს ყველა სამშობიაროში ოჯახებს ეუბნებოდნენ ბავშვები მოკვდნენ, ამ ბავშვებს იპარავდნენ და ამ ბავშვებს ყიდდნენ. ეს ხდებოდა ყველა სამშობიაროში. და ეს სქემა გაიხსნა 3 წლის წინ. საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი არხი, ვინც არ გააშუქა. BBC, CNN, ABC, აბსოლუტურად ბუნებრივად არ იღებს დოკუმენტებს ამის შესახებ. ვიხვეწებოდით რომ ეთერი დაგვითმეთ, ხო და ეთერში ერთი გადაცემა, ერთი სიუჟეტი, ერთი სიუჟეტი არ. ვიხვეწებ ხალხი შენი მეგობრები მუშაობენ. კი, თაგავდით. და ერთი სიუჟეტი არ გაკეთებულა ამის შესახებ, ერთი. იცით რატო? იმიტომ რომ დღეს ის ხალხი, რომელიც მაშინ ბავშვებს იპარავდა, მთავრობაში ზის. კი. ამას ცდილობენ რომ ჩვენ რაღაცა სატანება და რაღაც ციტირე, რაღაც წარმოგვაჩინონ. არა და რეალურად ჩვენ ვართ სწორედ აი ევროპული ქრისტიანული ღირებულების გადაგებელი. ჩვენ ვართ დამამთავრებინეთ. ძალიან გთხოვ დამამთავრებინეთ. ნუ მაიძულებთ რომ აუწიო ხმას რომ გადავაჭარბოთ ფეხმას. კეთილი. რომ როდესაც არჩევნები გააყალვა ის სქემა, განსაკუთრებით კაპიტნების სქემა. ეს არის პირდაპირ რუსეთიდან გადმოღებული სქემა. ამაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მათ შორის სოციალურ ქსელში. სადაც ზუსტად კაპიტნებს ეძახენ იმ ადამიანებს, აი რაღაცა საწყალ ადამიანებს, რომლებსაც აკეთებინებენ. ხვალ რომელი ток-შოუა რომ მოვიდნენ კრიტიკული ჯგუფების გადაწყვეტა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი არის იქნება დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობა რას ნიშნავს ამის გაგება ყოველს თავისებური აქვს მე მესმის თქვენ გაქვთ თქვენებური რუსაველის ქუჩიდან ჩვენ უნდა დავასრულოთ ახლა და ჩავთოთ ჩვენ აქედან გამომდინარე სანამ ჩვენი სამი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები იქნება კიდევ უფრო მკაცრი ველოდებით ხვალინდელ დღეს კი ბატონო კეთილი გამემშვიდობი კეთილი ისა შარფი დაგჭათ უკაცრავად აი შარფი დაგჭათ კი ბატონო თუ შეგვიძლია